თამაში არის სხვადასხვა გზები, სადაც შეიძლება ბრძოლის გამართვა. იმის დაუხედავად თუ რამდენი მოწინააღმდეგის მარაგებთ მოგეცათ მედლები და შესაბამისი თანხა. თამაში გამოჩვენებულია 2010 წელს და ყოველდღიურად ვიდეოს რისი გადახლება. დაახლოებით 2014 წლის აგვისტოში გამოვა მისი ბოლო ვერსია. მაქსიმალური გრაფიკა. კარგების დიზაინი შექმნილია რეალობასთან მიახლოებით 100%. მისი გამოშვების წლებიც და ისტორიაც სწორად არის აღდგენილი თამაში. აქ არის სხვადასხვა ქვეყნების კარგები, არა მხოლოდ ძველი მსოფლიო ომის, არამედ ახალი უნივერსალური კარგებიც. განსხვავებულია მათი დიზაინით. ზოგიერთ კარგი შურბანძილზე ესვისას და მაგალითად ესი. სხვა კარგები არის სწრაფი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად თვალს ვადევნებთ. არის მაქსიმალური დამიზრდების საშუალება. ორსკენ გავარაგურეს, მაგრამ აქ შემიძლიათ სხვა თამაშებისთვის, სხვა მოთამაშეებისთვის განკურნების ვიდეოები. თუ ბრძოლის ველს არ დავტოვებთ პირდაპირ ვერტულ კარაეჟით, თქვენ თანხა მაინც მოგეცემათ და კარგის შეკეთების ზარალს მაინც ანაზღაურებთ და თუ მას დატოვებთ, თქვენ არანაირი ქულა არ მოგეცემათ და კარგის შეკეთებაც თქვენი ხარჯებით მოგიწევთ. თუ თქვენიანები გაიმარჯვებენ, თანხა მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგეცემათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ რამდენიმე ძალიან მცირე რაოდენობით მოგეცემათ ქულები. აი სპგსი, რომელზეც თქვენ გესაუბრებოდით. სწორედ ეს არის თამბი, რომელიც დაახლოებით 500 მეტრის რადიუსზე ხსნის ზუსტ ცენტრს. ამ ტახს პარალელები ტახსაც უზახიან. ეს სული ახლულება არა აქვს, აკლია ლულა, ძლიერი მოტორი და ასევე ჯაჭვებით ძალიან ძლიერი ხარისხისა. ტახის აწყვა შეუძლიათ თქვენი ხარჯებით. ყველა ბრძოლის შემდეგ გეძლევათ ქულები, რომლებიც გეხმარებათ გახვიდეთ კავშირზე უფრო კარგ კომპანიებთან და შეიძინოთ უფრო კარგი ტანკი. მე ამ შემთხვევაში ვტოვებ ბრძოლის ველს და გადახებ თუ როგორ არის შესაძლებელი შევაგათოთ გაბრძოლის ტანკები. ტანკს აწერია იმბეზულ, ანუ ბრძოლაშია. სანამ ბრძოლა არ დამთავრდება, აი ძველი ფრანგული ტანკების გერმანული, რუსული, აქ არის ასევე ამერიკული, რომელიც მე ამ შემთხვევაში არ მყავს და რუსულები. რუსული ტანკები საკუთრებულია თავისი სისწრაფით სხვა ტანკებთან შედარებით, მაგრამ ლეველების შემდეგ ისინი იცვლება. მე შევძლებთ ტანკები, თუ როგორ შეიძლება მათი ლება. აქ არის დაახლოებით 800. აი თუ ამ ყველაფერს გავხსნით, გზას გავიკლოთ ამ ტანკისაკენ და ესეთი საშუალებებით ამ ტანკის ყიდულს. მაგრამ ჩვენ დაგვიყვანს შესაბამისი ხლები. მე ვაქოლოთ 362. აუცილებელია იყოს ამით და ვიდით სულ უძდაი. აგერ აქ არის ყველა ტანკი მოცემული. ტანკების შემთხვევაში წება სწორედ აქ.
აქ არის სხვადასხვა დასახლებები, დისტროიერები, რომლებიც უფრო ძველი სხვა ტანკებთან შედარებით, მაგრამ უფრო ძლიერია. იმის ამხედრით თუ რა სიძლიერესა ტანკი გაისაზღვრება ასევე ბრძოლის ველის სიძლიერეც. ავტომატში ჩაწერა შესაძლებელია ტანკ-წერტილის სულთან. აუცილებელია მხოლოდ მაინ რომ მის გარეშე შეუძლებელია დარეგისტრირება და ასევე ჩაწერაც. თამაშს საჭიროა რანაირი მოწვევა. აუცილებელია მხოლოდ გაგაჩნდეთ მაინ რომ და დარეგისტრირდეთ. დარეგისტრირების შემდეგ შესაძლებელია მისი ჩაწერა. ტანკი სულ და არა ონლაინ ტანკი. ონლაინ ტანკი სხვა თამაშია. მას უფრო ცუდი გრაფიკა აქვს და ის უფრო უწყოვლ, ანუ უწყლავერტულ ტანკებზე ვითრობ, სადაც არ არის რაც ძალიან შორს დიალოგისგან ამ თამაშში და შეძლებელი და გრაფიკაც უფრო ცუდი აქვს. დავადებით კითხვების შემთხვევაში მომართ.